Debatებს maestroze ekspertები აფასებენ რამა საყვარელიძე გადაცემა არგუმენტებში ლევან რაჭეჩილაძისა და ირაკლი ალასანიას მისვლას დადებითად აფასებს და ფიქრობს რომ მსგავსი დისკუსიები მოქალაქეების პოლიტიკურ კულტურას გაზრდის. საყვარელიძე ამბობს რომ ჟურნალისტმა და საზოგადოებამ ვერც ერთი მხარისგან მიიღო პასუხი კითხვაზე რა არგუმენტები აქვთ იმისათვის რომ მათ მიერ არჩეული გზები გამარჯვებამდე მიიყვანთ. ის რაც ქვია გადაცემას არგუმენტები. ეს არგუმენტები აკლია ხოლმე მოსახლეობას და ამიტომ ემოციების ხარჯზე არის ხოლმე სიმპათია, ანტიპათია და ის არგუმენტები რომ მომრავლდეს, ამისთვის ეს დისკუსიები საჭიროა. ის რა სიახლე არის, საიმისო რომ გამარჯვების იმედი გქონდეთ, კითხულობენ ჟურნალისტები და თიანაც იკითხა გუში, მაგრამ პასუხი სწორედ ამ საკითხზე არც ერთს არ გაუწია და საერთოდ სანამ ოპოზიცია ამ კითხვებზე არ გასცემს პასუხს, რასაც ჟურნალისტები სვამენ ხოლმე როგორც მოქალაქეები. იქამდე მეეჭვება რომ მარტო შიდა პოლიტიკური საკითხები და არგუმენტები აღმოჩნდეს რომელიმეს გამარჯვების მომენტა. ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიეს სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების რეაბილიტირებული სკოლის გახსნას ესწრება. მოახერხა საქართველოს ძალიან ბევრი გამოწვევის სხვანაირად გაძლება. 92 წელს მოხდა საქართველოში გადატრიალება, მოვიდა ედუარდ შევარდნაძე და ედუარდ შევარდნაძე მოიყვანა ძველი კომუნისტური ელიტა. ყველა რაიკომის დივანი დაჯდა ისევ გამგებლის კაბინეტში. მილიციის უფროსები არ შეცვლიან პრინციპში და ვინც გაუშვეს თავის დროზე ისინი დაემატნენ, კგბ ისევ დაემატა, უკან დაბრუნდა. სახელმწიფო კანცელერიაში ძალიან ბევრი ხალხი იჯდა ზუსტად იმ არა მხოლოდ მისი დივანი ცისანა იყო ისე ძველი კომუნისტური დროის დივანი არამედ და რას ვერ ნამდვილად არ ფისაროჩი ამ კალვეტოს არამედ თითქმის ყველა კაბინეტში იგივე ხალხი დაჯდა ცოტა აბრევი გამოიცვალა იქ იყო რა ცეკას ინსტრუქტორი ეწედა უფროსი სპეციალისტი განყოფილების გამგე დარჩა რაიკომის დივანი გამგებელი გახდა ესე იგი იქ სახელმწიფო კანცელერიის უფროსი მეორე მდივანი ცეკას და შემდეგ უშრობის საბჭოს დივანი ცეკას განყოფილების გამგე და ასე შემდეგ. იგივე ხალხი დაჯდა. და საქართველოს პრინციპში არაფერი პერსპექტივა არ ქონდა ეს ხალხი იყო. ხალხი იყო ვინც თვლიდა რომ კარგი დრო დადგა დამოუკიდებლობა არის ის რომ ობხსი მოსკოვიდან აღარ ჩამოვა და აღარ შეგამოწვევს იპარავთვარო ფულს. და დანარჩენები ყველაფერი რასაც გვეტყვია მოსკოვში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. შევიყვანოთ ჯარი, გამოვიყვანოთ ჯარი და მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას ու ყველაფერი იარაღებად გადავდოთ, გამოვიყვანოთ ჯარი, მოვაწეროთ ხელი. მე დავაკანონოთ მათი ყოფნა, დავაკანონოთ იქ მათი ყოფნა. მოსკოვმა იცის მოსკოვს უკეთესად გაეგება. და ამ სიტუაციაში მე მახსოვს კარგად 95 წელს ჩამოვიდა დასაზრვა და ის ხო დროზე ყველა გარბოდა საქართველოს და ეს ახლა არის როცა ბევრი უცხოეთში დასწავლი ჩვენი ჩამოდის მე პირადად ჩვენი ფონდიდან გავუშვით რამდენიმე ასეული და პრაქტიკულად 4-5 კაცი გადა ყველა დაბრუნდა უკან ამ დღეებში ცხოველში პარიზში ვიყავ და რამდენიმე ძალიან საინტერესო კადრი იქიდან ბრუნდება ეხა უკან ხალხმა ვინც მიაღწია წარმატებას მაშინ ყველა გარბოდა მაგრამ მე რა თქმა უნდა საქართველოსთან ვერ წაიღებ და მინდოდა დამოსვლა უკან ჩამოვიდა დასაზრვად 95 წელს მაშინ ნიუ-იორკში მქონდა კარგი იურიდიული პრაქტიკა ახლა რომ დავჩელიყავ იქნებოდი მულტიმილიონერი ალბათ იმიტომ რომ იურიდიული წამყვანი იურიდიულ ფირმაში შეიძლება და გამختارიყავ პარტნიორი მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო მოსაწყენი და გული მომიწევდა აქეთ როცა ჩემი ქვეყანა იყო ამ მდგომარეობაში და მახსოვს მივედი ჯერ ერთი ცნობილი პოლიტიკური პარტიის ყიდვაზე დასაზვერად რას ხედავ ყველა ცნობილი ხალხი ტელევიზორიდან გინახია ყველა ახსირი საკუთარი თავის მნიშვნელობით ყველა უსმენს მარტო საკუთარ ხმას და საერთოდ არ აინტერესებს ხო არას ლაპარაკობს ყველა თავის გარშ ვერავის ვერ ამჩნევს გარშემო და დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო რომ 1918-21 წლებში ასეთი იყო საქართველო იმიტომ იყო დაგვემხო თავზე ყველაფერი და ეს რო დარჩენილიყო ჩვენ პოლიტიკურ კლასად ვიქნებოდი იქ სადაც შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყავით აი ვიქნებოდი სადაც ბევრი სხვა არის ჩვენი წარსულის ხოლმე ქვეყანა შემდეგ მივედი მოქალაქეთა კავშირის ყიდვაზე, იმიტომ გია ბარამიძე რომელთაც ერთად ადრე უფრო 92 წელს მუშაობთ აფხაზში ტყვეების გაცვლაზე. ჩემი მეგობარი იყო ძალიან და იქ დამპატიჟე პარტიის ყიდვაზე. თავიდან მივიდიოდი დიდი სკეპტიციზმით, იმიტომ ვიცოდი რომ მარგიანი ამ პარტიაში ავთო რომელსაც ეწოდებოდნენ ბატონი 25% 25%-ს ატოებიებდნენ ყველას ეგრეთ წოდებულ ატკაც. ლევან მამალაძე რომელიც ძალიან მაღიზიანად უკვე ტელევიზიით ყავდა ხოლმე ნანახი და ბევრი სხვა.
მაგრამ მივედი და შევხვდეთ ძალიან საინტერესო ხალხი, გადაგიასი იქ თვითონ. დათო ტყეშელაშვილი, რამდენიმე სხვა ახალგაზრდა, ბევრი მათგანი საერთოდ აღარ არის ხა პოლიტიკაში და ზოგი პროფესორია, ზოგმა ბიზნესმა კიდე ხელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საინტერესო ხალხი და ზურაბ ჟვანია თვითონ. და შევხვდეთ არა ის რომ ეს ვინ მოვიდა კიდე ერთი კონკურენტი ჩვენი. აი რომ გეგონება ყველანი მელოდენ მარტო მე. და ასეთი დამოკიდებულება ყველაფერს მარტო მოდი მიიღე მონაწილეობა. ჩვენ გავიწევით, მოდი შენ ეს ქვეყანა ჩვენთან ერთად. და მე მივხვდი რომ ეს იყო ის გუნდი რომელთან ერთად შეიძლება და ბევრი რაღაცის გაკეთება. და სწორედ ეს იყო რომ ეს იყო გუნდი სადაც ეთნიკურობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. რელიგიურ მწამს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. წარმოშობას იყავი თუ არა შენ ელიტური ოჯახიდან თუ სოფლიდან იყავი ჩამოსული არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. როგორი იყავი და როგორ მუშაობდი ამას ჰქონდა მნიშვნელობა. და მას შემდეგ ეს არის მთავარი პრინციპები ჩვენი პოლიტიკის. მუდმივი განახლება. ყველაფერი ეფუძნება რამდენად ნიჭიერი ადამიანი რაუდევს თავში და რამდენად უნდა მას თავის ქვეყანაზე მუშაობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის დაიბადა ვაკის ცენტრში თუ დაიბადა სოფელ უდეში. დაიბადა მარნეულში თუ დაიბადა ახალქალაქში. თუ მას ეს ქვეყანა უყვარს, ის ყველა გზა უნდა გაიხსნას მას, რათა ამ ქვეყანას სახელით მიაღწიოს წარმატება. რა თქმა უნდა, აქ შედიხართ ასევე თქვენი, იმიტომ რომ ეს ყველაზე რთულია. ამის გადალახვა ყველაზე რთულია. არის ენობრივი ბარიერი, არის ბარიერი ამ გაუცხოების, რომელიც ჩვენ თავზე მოგვახვიეს ხელოვნურად, მაგრამ მე ძალიან მომაყოფ იმით, რომ და მადლობელი ვარ იმით, თქვათ შორის, რომ ბოლო ყველა არჩევნებზე არის დიდი აქტიურობა, იგივე სამთავრობო კურსის ხარდაჭერა და ეს არ არის ერთი პარტიის ხარდაჭერა, ეს არის რეფორმების და ახალი ქართული საზოგადოებრივი კონცეფციის ხარდაჭერა. შეგახსენებთ დაბწუთებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების რეაბილიტირებული სკოლის გახსნას ესწრება. დებატები მაესტროს ეთერში პირველად ერთმანეთის პირისპირ გუშინ ირაკლი ალასანია და ლევან რაჩეჩილაძე ისხდნენ. ალიანსის საქართველოსა და დაიცავის საქართველოს ლიდერები დებატებში მას შემდეგ მოვიდნენ, რაც ერთმანეთის სატელევიზიო კომენტარებში გააკრიტიკეს. ირაკლი ალასანიამ რაჩეჩილაძეს ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღვივების გამო უსაყვედურა. ლევან რაჩეჩილაძემ კი ალასანიას ამ განცხადებას არასრულფასოვანი უწოდა და ალიანსის ლიდერს თავის მხრივ usაყვედურა, რომ ბრძოლაში მას ბოლომდე არ გაყვა. საბოლოოდ კი ორივე მათგანი შეთანხმდა, რომ მიზანი ერთი აქვს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა გზები აირჩიეს. გზა უნდა დავანახოთ, იმიტომ ვართ ლიდერები. არ მემიცია ჩემი თავის უფლება. ლევანის ნაბიჯები შემეფასებინათ, არც მას აქვს უფლება. და ლევან, მე მგონი რომ არც იმის უფლება არ აქვს, შენ მეტრი იყო, ვინ არის ოპოზიცია და ვინ არ არის ოპოზიცია, ამის დაყოფის. ეს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. მე ვლაპარაკობ, მე მეგონა და ეხლაც მგონია რომ შენ შეიყვანე საზოგადოება შეცდომაში, იმიტომ რომ ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ ოფიციალურად ეს არჩევნები, თბილისის არჩევნები დოკუმენტში იყო მოგებული, დღეს არის დაგებული, თბილისი არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე მე თამაში შეგნებულად შეუწყო ხელი ირაკლი ალასანია ბატონო. არა, შეგნებულად მე არ მითქვია რომ შეგნებულად შეუწყო ხელი. რევოლუცია მივდივარ ვიძახი, მივდივარ მშვიდობიან რევოლუციაზე მივდივარ. თუ შეუძლიათ ამ იმაში დამადონ კანდალები აგერ იმაში რა ქვია. ამ მართლა გეუბნები, ასე ცხოვრება და ამდენი გულის ხეთქვა და უპირველეს ყოვლისა ეხლა შენთან დებატები სხვის გასახარად საერთოდ არ მიხარია. მეზიზღება ეხლა ეს წუთები რა. ჩვენ არც მივცემთ საშუალებას. არა, გასაგებია. მე სწორედ ეს ბოლო კითხვა რომელიც მე დაგისვა. ერთი წუთით თუ შეიძლება დავამთავრებ იმიტომ რომ გულიანად აიღო. ქუჩაში გასვლა თუ დაგჭირდა, რა თქმა უნდა გახვიდე ქუჩაში, როდესაც ხედავ რომ სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ მე ვხედავ რომ ეს გზა რეალურად არსებობს, ჩვენ თუ საზოგადოების მხარდამჭერა მოვიპოვეთ. ლევან რაჩეჩილაძე და ირაკლი ალასანია დებატების შემდეგ ერთმანეთს ხელით ჩამორთმევით დაშორდნენ და საერთო მიზნებზე ცალსახად შეთანხმდნენ. დებატების დასრულების შემდეგ პოლიტიკური ლიდერები ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარებით შემოიფარგლნენ. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ დებატები შედგა და ძირითად საკითხებზე შეთანხმდნენ კიდეც. გადაცემა ნახეთ. დებატები შედგა ყველა ასპექტზე პოლიტიკური ცხოვრების, მე მგონი ოპოზიციაში ძალიან კარგია რომ კვიდრდება ესეთი აზრთა გაცვლა გამოცვლა დებატების სახით. დანარჩენს ნახავთ ალბათ და თქვენ რევოლუციის რაიმე კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება. თუ ეთანხმებით იმას ნახეთ დებატების საერთოდ ყველაფერი თქვი სიტყვაც მინდოდა. რეალ ტევის საერთოდ არ პასუხობ. მშვიდობიანი რევოლუცია, რას გულისხმობთ? მშვიდობიან რევოლუციაში, რას გულისხმობთ? მარტების რევოლუციას. და მარტების რევოლუცია მშვიდობიანი იყო ბატონო.